ქუთაისის აეროპორტიდან იწყება ჩვენი პატარა თავგადასავალი. ამჯერად ლიონი ავირჩიეთ. ამბობენ, რომ ეს არის საფრანგეთის გასტრონომიული დედაქალაქი, ადგილი, სადაც ისტორია და თანამედროვე ცხოვრება ძალიან ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი მონახულება, რომ შეგვეგრძნო უფრო მშვიდი ავთენტური ფრანგული გარემო. ალპების დანახვა თვითმფრინავიდან ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო. უზარმაზარი მთები, ღრუბლებში გახვეული მწვერვალები და ის სილამაზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად შეხვდებით. და აი უკვე რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ საფრანგეთში ვართ. აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერი წინასწარ დავჯავშნეთ, მწყორი უკვე გველოდებოდა, ასე რომ პირდაპირ გავიშურეთ სასტუმროსკენ. ცოტა დავისვენეთ და მალევე გავემართეთ სასეირნოდ. გზად სუპერმარკეტში შევიარეთ. უცხო ქვეყნის სუპერმარკეტები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. თითქოს პატარა ფანჯარაა ადგილობრივ ცხოვრებაში. აქ ხედავ, რას ყიდულობენ ადამიანები, როგორი პროდუქტებია პოპულარული და როგორია მათი ყოველდღიური კვების რუტინა. აქ ანიტა პირველადაა მეტროში. ვფიქრობდით, რომ ხმაურის შეეშინდებოდა, თუმცა არც კი შეიმჩნია. Panama, que tu es loin pour les filles de mauvaise vie et que la scène était jolie sous le soleil du mois. ძველი ლიონი, თავისი ვიწრო ქუჩებით, ძველი შენობებით და განსაკუთრებული ატმოსფეროთი მაშინვე ხიბლავს. სხვათა შორის ლიონი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. საუკუნეების განმავლობაში ის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, განსაკუთრებით ვაჭრობისა და აბრეშუმის წარმოების მიმართულებით. სწორედ ამიტომ ძველი ლიონის ქუჩებში სეირნობისას ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს ქალაქის ისტორიას მიყვები. აქ ბევრი შენობა და პატარა ქუჩა ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმ ძველ ხასიათს, რაც ქალაქს ასე განსაკუთრებულს ხდის. უბრალოდ სეირნობაც კი პატარა მოგზაურობაა წარსულში. აქ ხედავთ ქალაქის მერიას, ჰოტელ დე ვილეს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი შენობაა. გვერდით კი არის ბართოლდის ფანტანი, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ავტორი გახლავთ იგივე მოქანდაკე, ვინც შექმნა თავისუფლების ქანდაკება. ეს კი მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ლიონი მოქცეულია ორ მდინარეს შორის. ზუსტად ამ მდებარეობის გამო იყო საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვაჭრები სწორედ აქ იყრიდნენ თავს და თანდათან ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ჩამოყალიბდა. ალბათ ამიტომაც აქვს დღეს ასეთი მრავალფეროვანი და ცოცხალი ატმოსფერო შენარჩუნებული. თითქოს სხვადასხვა კულტურის კვალი ერთდროულად შეიგრძნობა. თუმცა ადამიანები ქალაქებს მხოლოდ ღირსშესანიშნაობებით არ ვიმახსოვრებთ. ყველაზე მეტად ის შეგრძნებები რჩება, რასაც იქ ყოფნისას ვიღებთ. მდინარის ხედები, ძველი ქუჩები, ერთად გატარებული დრო და ის პატარა მომენტები, რომლებიც მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის.